აგვისტოს პირველ საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლა მოქალაქეები ელოდებიან აიყვანენ მანქანის ცოტა ხანში პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან ახლა ჩამდგარი მოქალაქეებს Gocha vanadze, ari surumotne, da movida ekai successful samkaro. Novija sakana surumotne gocha vanadze. 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 Ziyada Hogani shwenga dasatsavi ar ari. Ziyada Hogani visgana dasatsavi ari usamahboba da tsumotmebi. Amitom gocha vanadze ikნება nebismeri sva politsieli, romelitsa აქტის მონაწილეების გასაღიზიანება ეფრინებენ და მოგვეცი სიამაყრობის ისეულა გაცილების საშუალება. საშუალება რომ გააცნოთ გაუშვათ ყველა მანქანას. ეს ჩალენჯი ჩართული ადამიანები, რომლებმაც ჯოჯოხეთ მოუყვეს. რეპლიკები მან გამოიწვია, რომ ადგილზე მოვიდა მოჩავა. არვათის ადამიანები, რომლებიც განაც დაიცავდნენ სიამაყრობას, თქვენ სიას დაფრის საშუალება, როდესაც 12 იანვარს დააკავეთ სრულად უსაფუძვლოდ, თქვენმა უფროსმა მიეყენა შეურაცხყოფა და არც თქვენგან მარაობილია. ხალხო! მეგობრებო, გავაკეთოთ ჩაჭმი. მეგობრებო, მარცხენა მხარეს ამოხდების და გავაკეთოთ ჩაჭმი. ნამდვილი მარცხენა მხარეს რომ დაში დაუწყდათ და გავატაროთ კორიდორში. დაში კორიდორში. კონდელის დომა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. სიამაყრობელის ადვოკატებმა სიტყვას ასევე მოვისმინეთ პროკურორების რეპორტები და სამართლის პარლამენტში. სიამაყრობელის და საბოლოო სიტყვა კი გადაიდო 4 საათში გაიმართება 4 აგვისტოში. ახლა მოქალაქეები შეკრებილი არიან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გმირთა შესაძლებლად, საიდანაც სიამაყრობას და საუბრობთ გადაიყვანენ რუსთავის ქალთა პენდენციურ დაწესებულებაში. აქციის მონაწილეები და სიას ხარდაჭერები ცდილობენ, რომ მათ გააკეთონ ცოცხალი ჯაჭვი და ასე გააცილონ სიამაყრობელი, მათი ოჯახის წევრი, მათი მეგობარი. ასეთი მოქალაქე თბილისიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან ამ პროვოკაციებისთვის არ არის მოსული. თავისუფლება სიამაყრობელს! თავისუფლება სიას! თავისუფლება
საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ასონდრა დეჰუმანიზირებული სახე და ყველა სახონდა საშუალება ეხილა ამაყი ღირსეული მოქალაქე მზიამაღლობელი ამიტომ ძალიან გთხოვთ ბათუმელებთან გავშედეთ პირველი გაჩერება და უკვე შემდგომ მივიდეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სადაც რუსთაველის მსგავსად 247 დღეა დგას ბათუმის წინააღმდეგობაც. და ხო შეგახსენებთ რომ ხვალ 8 საათზე ვიკრიბებით ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან, სადაც სამოქალაქო წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური აქტივისტები მართავთ ბათუმის ევროპულ მარშს. თავისუფლებას ზიანს როგორც მოვხსნით ახლა ერთიანი მსხვერპლობით თავისუფლება რეჟიმის ყოველ ხაზმის საკალკო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები გადაინაცვლნენ ონლაინ მედია გამოცემლობის ბათუმელების შენობასთან, სადაც ძიამაღლობელი და ყველა ჟურნალისტი და მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა სურვილი რომ დაწყებოდა მზიამაღლობელის მოქალაქეების ისტორიულ პროცესს, გამოხატავს იქ მზიამაღლობელისადმი მხარდაჭერა, სოლიდარობა. მოგვიანებით ისინი გადაინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ, სადაც 247 დღეა რუსთაველის პროტესტის მსგავსად უწყვეტად გრძელდება აქციები, მოქალაქეები იკრიბებიან ყოველ დღე, აჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს, უცხადებენ სოლიდარობას ყველა დაკავებულ პატიმარს. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ გარდა მზიამაღლობელის ოჯახის წევრებისა და კოლეგებისა დღევანდელ პროცესს დაესწრნენ ასევე სხვა სინდისის პატიმრების მშობლებიც და ოჯახის წევრებიც. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მზიამაღლობელს, შეემოვიდნენ სხდომაზე და დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა. ყველაში თავის ადგილს მე გამომახსოვდა ისევე როგორც ბევრს ამ სხდომაზე მარია ტარიაშვილის ამ სულიერ გენიალური იურისტის ადვოკატის უფლებადამცველის ფრაზა
რომ არის საქმეები, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში და ზოგადად საზოგადოებაში 20 წლის შემდეგაც ახსოვთ ხალხს. და ეს არის საქმე, რომელიც თაობას ემახსოვრება საქართველოში. დღეს, როდესაც პროკურატურა აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, აბსოლუტურად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობდა მზიას ეგრეთ წოდებულ ბრალეულობაზე, მათაც კი გაუჭირდათ ამ ბრალის 4-დან 7 წლამდე ფორმულირება. ძალიან კარგად იციან, რომ სილის გაძნა არ არის არც პოლიციაზე თავდასხმა და არც არანაირი ისეთი კმეტება, რომელიც იწვევს ზიანს. მე ასევე განსაკუთრებით გამოვყოფდი ზიანს ერთ კითხვას, რომელიც მეემართებოდა ამ საქმის პროკურორებს. მოიკითხა რამ ზიან თავისი ტელეფონი, სადაც ვითხოვდა პროკურატურის დამაძიების ვარაუდით რაღაცა დაკვეთა უნდა ებოვათ. ზიან კითხა პროკურორებს, რატენი იპოვეთ ჩემს ტელეფონში დისკეითიო. აი ეს ფრაზა განსაზღვრავს პროკურატურის და ჩემი სახელმწიფოს უსასრულობას. Directly Nino Kirosani de Juan Guanota Usajo, Catulio Trebisano Asgelebi, Shrikos and Metia, Luxias Gagamo Wanon, Usko Kwagni Sagenti, Adamiani Romanis Tikos, Sakam Tipo Fisukri, Anada Tuwin Mearis, and Sakam Tipo Sapugori, Tuwin Metris, and Sakam Tipo Spus, as all this Tipo Media. Sanoki Gabeli, Regionuli Media, Batumelebi, Government Shua, Practiculat, Medis Oasis Apoanashi, Government Kaisa Hurauri Pustratel, Norwegi, Sarisupali Presis Tilto, Tamasiteli Sakavodamseli, Respusa Kosoza Supari Kanotioka, Tapia Kadulotsoda Etetura de Zapsiana Godos, Ankanachovas, Eurokausiris Kisiakaneta, Resoza Supari, Isabel Katulotsevis Koma, Usaho Tarnovagelebi, Katkariari, Ankwani, Tamaksevatarigesi, Amito, Aravitan Shekroashi, Esokada Aroda Sharkes, Aroda Darkes, Ambaudebles, Amito, Tausupranangias, ხვალ ასევე 2 აგვისტოს გაიმართება მასშტაბური აქცია ბათუმში არარუსულ სპეცოპერაციას, სადაც თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ გამოვლენ მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ პროტესტის მოთხოვნებს, მათ დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე გამოუცხადებენ სოლიდარობას რეჟიმის პატიმრებს. Თავისუფლება რეჟიმის წინ! Somotmებით გაძარცვებმა პოლიციამ არ მოგცა საშუალება პირველ რიგში ზიას ნათესავებს, ზიას ახლობლებს არ მისცა საშუალება, რომ ხელი ახლოდან მაინც დაგვექნია ჩვენი მეგობრისთვის. არ მისცა საშუალება პოლიტიკური პატიმრების ბებებს, რომლებიც რამდენი თვეა ყველა ამიჩი დადიან ქართლსა და წვიმაში, ცდილობენ გაყინული ქართველების გულები გააღონ. მეტმა ადამიანმა შეისმინოს, რომ შეიძლება დღეს მათი შვილები არიან სიცოცხლის პატიმრები, მაგრამ ეს უხორცო, ეს ურწმუნო, ეს ყოველგვარ ადამიანობას მოკლებული დათული ოქრება, სადაც ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი გაიმეტოს ციხისთვის. ამიტომ არ გვაქვს უფლება ასეთი რამით გავხედეთ.
ახლა მოქალაქეები მსვლელობით მიდიან ბათუმელების შენობასთან, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთ სოლიდარობას და მხარდაჭერას ზია ამაღლობელისადმი, მედია მენეჯერისადმი, რომელიც უკვე 5 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში არის, წინასწარ პატიმრობაში არის. ჯერ კიდევ დაუსაბუთებელი ბრალით, დღეს მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, ადვოკატ ზია ამაღლობელის ადვოკატები წარდგნენ დასკვნითი სიტყვით, ეს პროცესი 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ასევე მოვისმინეთ პროკურორისა და ასევე დაცვის მხარის რეპლიკები. თუმცა ზუსტად აი ამ ხანგრძლივობის გამო ზია ამაღლობელმა ვეღარ შეძლო თავისი დასკვნითი სიტყვის თქმა, ვინაიდან მინიმუმ ძალებს აღდგენა სჭირდებოდა მან როგორც აღნიშნა სასამართლოს სხდომაზე, ამიტომ მოსამართლემ სხდომა გადადო 4 აგვისტოს პირველ საათზე, როცა ზია ამაღლობელი იტყვის თავის დასკვნით სიტყვას, ასევე გამოცხადდება ზია ამაღლობელის განაჩენი. არა რუსულ რეჟიმს, არა ქართულ ოცნებას, არა რუსულ რეჟიმს. თავისუფლება მზიას! თავისუფლება ატრაგიკინაძეს! თავისუფლება დიაბილინაძეს! თავისუფლება ზიათეფხაძეს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზია! თავისუფლება რეჟიმის ხელ! თავისუფლება რეჟიმის ხელ! ცეცხლი ოლიგარქია! თავისუფლება საქართველოს! დღეს ასევე პროკურორებმა კიდევ ერთხელ დააყენეს საპროცესო შეთანხმების საკითხი, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ზია ამაღლობელს შეიძლება დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას, რაც სავარაუდოდ შეამცირებდა, მისცემდა მათ საშუალებას, რომ რაღაცა სანქციები შემცირებინათ. თუმცა მაინც ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი, რომ საპროცესო შეთანხმების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სანამ მთელი პროცესი სასამართლო ეს პროცედურები ჩაივლის, მანამდე თუ დამნაშავე აღიარებს ბრალს, რაღაცა ეს დამატებითი პროცედურების ჩაეტარების საჭიროება აღარ იყოს, როდესაც მათ თითქმის პროცედურების დასრულების შემდეგ თავაზობენ საპროცესო გარიგებელ წესს, ეს თავშივე არასწორია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბრალი არ არსებობს რეალურად, რომლის აღიარებასაც თხოვენ ზია ამაღლობელს. თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ხელ! ცეცხლი ოლიგარქია! არა რუსულ რეჟიმს! თავისუფლება საქართველოს! იდეა საქართველოს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! რეჟიმის ხელ! ცეცხლი ოლიგარქია! თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება საქართველოს! იდეა საქართველოს! ბათუმელების შენობას მიუახლოვდა ახლა მსვლელობა, მოქალაქეები გამოხატავენ კიდევ ერთხელ სოლიდარობას და მხარდაჭერას ზია ამაღლობელისადმი, რომლის დასკვნითი სასამართლო პროცესი, როგორც გითხარით, ჩაინიშნა 4 აგვისტოს პირველ საათზე ბათუმის სასამართლოში.
მგონი აივანზე არ არის მანა. ჩამოსულობიყვნენ თბილისიდან, რომლებიც ხვალიდასაუბრად შეუერთდებიან რეჟიმის პატრიოტების ოჯახის წევრებთან ერთად. რამდენიმე კვირაში სალომე ჯაშვილი იყო ჩამოსული და ქართულ სხვა კინომატოგრაფისტებთან ერთად ჩაერთო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში პრაქტიკულად თბილისის პატიმრების ისტორიის დოკუმენტირება, ისე რომ არასდროს არაფერი არ გაქრება და არასდროს არ იქნება ავტოკანაში დაუწყებული. ამ პროექტში ჩაერთო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მას. და ამ ფილმში, რომელიც არის სულ რაღაცა 20 წუთი ნახევრიანი, ძალიან ბევრი ამბავია მოთხრობილი და ერთ-ერთი ამბავი არის ასეთი. თუშინ ასევე ჩემმა მეგობარმა ნათია უკიამ გააზიარა ეს ამბავი, რომ რამდენ რამეს ვიგებთ ამაღლობაზე და თბილისის პატიმრებზე. მაგალითად, ზიას ბიცოლა, რომელიც პრაქტიკულად მეორე დედობას უწევდა მას, იხსენებს სალომეს ფილმში ასეთ რამეს, რომ სამსახურის სკოლაზე რო ვიყავი, ორი ახალგაზრდა გოგონა ვნახეო. მეგონა რომ ზია ჟურნალისტები იყვნენ. არა და აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებიც ძალიან ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ და ზიამ თურმე გადაუხადა ფული მათ სწავლით. ასეთი უამრავი, უჩინარი სიკეთე ადამიანს გაკეთებული, მაგრამ ამ სიკეთის გამო არ არის ზია ამაღლობელი ის ვინც არის. ზია ამაღლობელი არის საკუთარი ღირსების და საკუთარი მოუდრეკელი ქედის გამო. ძალიან ამაყი, ძალიან ღირსეული და ძალიან დიდი ბრძოლის მქონე ადამიანი. მადლობა მას, მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ გაცილებით სხვა რეჟიმში მოუწია ბათუმელების მეორე სულის ჩამდგმელს ერთ-ერთ ურადეს ცხოვრება 11-12 იანვრის შემდგომ. ეთერი არის ახლა პრაქტიკულად ბათუმელებიდან ედგაზეთის როგორც შინაარსებას უძლებელი, ასევე მის გადარჩენაზე, რაც მისთვის სრულიად სხვა ფუნქცია. და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მე როგორც ბათუმელების მკითხველმა, მისმა მეგობრებმა, მისმა გულშემატკივარმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ბათუმელებს ხარში დაუდეთით და გადავარჩინეთ იკაცოს. თუ ახსოვი კარგად მიდის ეს ამბავი. ეთერი კიდე სხვა ბევრ ამბავს მოგიყვება იმედი მაქვს. დიდი მადლობა თქვენ ადამიანებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ხალხს გაისარჯეთ, ჩამოხვედით ამ სიცხეში, ამ სირთულეების პირობებში, როცა ყველა ჩვენ გვაქვს უამრავი პრობლემა შეგვიქმნა რეჟიმმა და ის ღუთავს ფაქტობრივად გუდავს და ჩვენგან კარგად ვიცით, რომ გვაქვს ჩვენი ბრძოლა გადარჩენისთვის, ჩვენი ბრძოლა ჩვენი ოჯახების გადარჩენისთვის, ჩვენი ბრძოლა ჩვენი გარემოს გადარჩენისთვის და ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. მართლა ძალიან რთულია, აი ეს უსამართლობის კასკადს გაუძლო, ამას პირისპირ დაუდგე და ყოველდღიურად ამას შეეწინააღმდეგო, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. განაამტო რომ ის არის ციხეში, განაამტო რომ 50 თუ 60 საწყალ აგვერია უკვე, კიდევ ადამიანი არის.
ციხეში 60-ზე მეტი მეგონი ხო? ჩვენ ყველას ახლა ამ ეტაპზე დღეს გვაქმნევენ ჩვენ ქვეყანას. ჩვენ სიკვდილზე და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ წინააღმდეგობა არის ასეთი შეუვალი მიუხედავად იმისა, თუ რა ტემპერატურა არის ბარი. მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციულ გარემოს შემთხვევით ძალიან შეურაცხმყოფელი კი არა და კონტროლი დავკარგე, როცა დავინახე დღეს იქ წესრიგის დასამყარებლად მოსული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ესეც სისხლიანი, ასეთი სისხლიანი რეჟიმი, რომელიც საქცინის ყოველდღე, რომელიც ცდილობს რომ გამოგვიყვანოს წყობილებიდან, რომელიც ცდილობს რომ წაგვართვას წინააღმდეგობის ძალა. აი ასეთ სისხლიანი რეჟიმის პირისპირ ვდგავართ ჩვენ ახლა ადამიანებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა წარმავართ მიეძღება თავისი, ყველა სისხლიანს მიეძღება თავისი, ყველა ცრომოწმეს მიეძღება თავისი, ყველა პირს, რომელიც ამდენი ადამიანის პატიმრობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სისტემის ჭანჭიტი არის და მერე იტყვის ალბათ, რომ სისტემის ჭანჭიტი იყოს შეხოს და არ ხომ, ყველას მიეძღება თავისი. აუცილებლად გამერთ ადამიანს, ვიდრე მაქვს ამ ძალა, უნარი, ვიდრე პირში სული მიდგას, ეს რეჟიმი იქნება წინააღმდეგობა. დარწმუნებული ვარ და ამ წინააღმდეგობისთვის დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ზიამაღლობებს, განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი სიცოცხლეთა და ჯანმრთელობით რისკავენ და იბრძვიან. რეჟიმის ჯურხმულებში არიან ჩაგდებული. არ დაიჯერეთ, რომ რეჟიმის ჯურხმულები არ არსებობს და როგორც ერთი გაფრიალებული ქალი ამოხსნის სახელის ხსენებაც კი არის და მორიგიტვე წარმავალი თურმე არ არის მათ ციხეებში, თურმე არ არის წამება. სწორედაც რომ წამებაა მათ ციხეებში. სწორედაც რომ წამების ხვერპნიან ზიამაღლობელი. სწორედაც რომ ძალიან ღირებულს კარგავს ზიამაღლობელი ამ რეჟიმის საპატიმრო დაწესებულებაში. ამიტომ ჩვენ ყველა გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ დავიჩინოთ წყობები და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზღვრები. მადლობა ყველა მხარდაჭერისთვის. როგორც ბათუმელების მხარდაჭერისთვის, ჟურნალისტების მხარდაჭერისთვის, ისე სიკვდილზე და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი მომივიდა ზოგადად ფორმატში თან არ ვლაპარაკობ, ვერ ვლაპარაკობ, შეიძლება რაღაც სადღაც აზრით გავუსვა, მაგრამ დღევანდელი წლის პავლენაა და მედია ხაბადი. მადლობა. ბათუმელებს გავიგეთ! თავისუფლება გულას! ბერდონი ეს ფანტასტიკურ მარშს ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც გადარჩენისთვის ყოველდღიურად, ყველა ამინში, ყველა გარემოების მიუხედავად, სულს, გულს, შრომას, საკუთარ ენერგიას და სადაც არ ვიცი. ასე გზად ექნებათ გამოსვლებიც და გამოხატავენ სოლიდარობას. მეტროები დაგემშვიდობებით, ნახვამდის.